პაუზის შემდეგ მოგესალმებით კვლავ დიდი სიმპათიით და დღევანდელ ვიდეოში მინდა გაჩვენოთ თუ როგორ მარტივად შეგიძლიათ კარდონისაგან, ძაფისაგან და ზღვაზე შეგროვებული ნიჟარებისაგან თქვენთვის სასურველი სარკისთვის, ნებისმიერი ზომისთვის დაამზადოთ ჩარჩო. პირობითად არის კარდონი, რომელიც ჩემ შემთხვევაში იქნა გამოყენებული. ეს დაგჭირდებათ წეებო. მე უპირატესობა მივანიჭა ასეთ ძაფს, მუყავოსფერის ძაფი, მოკასფერში გადარმავალი და რა თქმა უნდა ზღვაზე შეგროვებული ნიჟარები. აი პირობითად ასეთი ნიჟარა, რომელიც ვიარეჯოში ერთ-ერთი დასვენების დროს, ძირითადად კვირა დღე მაქვს ხოლმე თავისუფალი, აი შევაგროვე. ეხა შედეგი. აი ჩემო კარგო მეგობრებო. აი ეს გახლავთ სარკე. რომელიც ასე სახელდახელოდ შევკაზმე, შევფუთე, თუ მისი ინსპირაცია მომახდინა ეს ნიჟარები და საბოლოო ჯამში გამოიყურება, შედეგი არის ეს. ასევე მინდოდა ნიჟარებზე რახან ვამზადებ ვიდეოს. აი ესეთი კანფეტებისთვის განკუთვნილი პატარა ჯამჭურჭელი ხო რაღაც ესე ქართულად. აი ესეც ზაფისგან არის გაკეთებული. და შემდეგ აი ესე ლამაზად ეს არის პიროყოფილი ადამიანების დროინდელი იდეები, ანუ ვიდრე ჩვენს რეალობაში ნამდვილი რენესანსი ფეხს მოიკიდებდა. მაქვს კიდე ერთი ნიმუში. რახან ძაფებზე ვსაუბრობთ, ეხა ბუშტის გაბერვა მინდოდა, ეს სხვა ვიდეოში მინდოდა შემომეთავაზებინა, მაგრამ აი ეს გახლავთ. გაბერილ ბუშზე წავუსვიწეებო. დავაფინე თხელი ქაღალდები, თქვენ შეგიძლიათ ასევე ტუალეტის ქაღალდიც გამოიყენოთ, სუფთა რა თქმა უნდა. და შემდეგ ნებისმიერი ფორმით, ჩემ შემთხვევაში გამოვიდა გაბერილ ბუშჭი ასეთი ფორმის და ვფიქრობ ძალიან ორიგინალურია. და შემდეგ აი შევიძინე იკიაში ერთლარად, 1 ევროდ უფრო სწორად, აქ ევროები, აი ეს მსგავსი შუქურები. რომელიც მუშაობს ელემენტებზე, ბატარეებზე და საბოლოო ჯამში გამოვიდა ესეთი ესკიზური ნამუშევარი, რომლის ატირაჟება სხვათა შორის, როდესაც დავდე საკუთარ Facebook-ის გვერდზე, 10-ზე მეტმა მეგობარმა და მოიწონა და დაებადათ იდეა თუ იმას რეალიზებას გავუკეთებ, აუცილებლად შეიძენენ და მირჩიეს, რომ ძალიან მოთხოვნადი აქსესუარი ნივთი იქნება საკუთარი ინტერიერის გასალამაზებლად. და ვინაიდან ცოდნა გადამდებია ნებისმიერი ჩემი კრეატიული იდეის ფონზე, ეს მომესურვილება ხოლმე ექსპრომტად, ჩავწერო ვოკალური მესიჯები და მისი განფენადობა ბუნებრივია ინტერნეტ სივრცეში გავასაჯაროვო. მომავალი დიამდე, კეთილი სურვილებით, გამშვიდობებით, ნახვამდის.